ცხოვრება ანუ ჭიდაობისგან შეიძლება წარმოვიდგინე. მე ვფიქრობ, რომ როგორც თავისუფალი ჭიდაობა, ესეთი კარგი ჭიდაობა არ არსებობს. რაღაცა მომენტში უნდა იყოს ტკივნეული წაგება, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ამან მე შენ მომავალს ავლის. წარმატების ყველაზე პირველი ფორმულა ეს არის რწმენა. თუ კი გაქვს რწმენა, აკეთებ ყველაფერს. რწმენის პირველი მტერი კიდე არის ეჭვი. ნაწამს გაგიჩნდება ის ფიქრები და ის ეჭვი, რომ მე ეს არ გამომივა, ჩათვალე რომ აღარ გამოვა. 5 წლის ვიყავი პირველად ჭიდაობის დარბაზში რო შემოვედი. მეზობლად ცხოვრობდა თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი გურამ მარგველაშვილი. რო შეაფასა ბავშვების დგომა, ანუ ვის სპორტული მონაცემებია რაღაცა, ყველა შემოგთავაზა, რომ წამოსულიყავი და ჭიდაობაზე გეუბნები. იმ დღიდან რო შემოვედი დარბაზში, იქ დამთავრდა, მაშინ დაიწყო ჩვენი კავშირი და ისე მომეწონა აქაურობა, რომ მე ვიცოდი, რომ ზუსტად ვიცოდი, რომ მე აქედან წასვლა არ მინდოდა და ჩემი მთავარი ცხოვრების აზრი იყო ჭიდაობა. 97 წელი იყო პირველი შეჯიბრი დიდებში გრან-პრი რომ მოვიგე. და ეს ოლიმპიადა 2008 წელში. ეს ელი ჩემი გააზრებული ცხოვრება მივდიოდი ამ მიზნისკენ. პეკინის ოლიმპიადა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტია ჩემს ცხოვრებაში რა. ვერ წარმოვიდგინე რომ ვინმესთან წამეგო რა, იმდენად ისე ვიყავი ფსიქოლოგიურად მოსწოდებული. ფინალში გადასასვლელი შეხვედრა ფაქტიურად დავმარცხდი რის გამო? იმიტომ რომ იმან პროვოკაციაზე წამომაგო უხეშად რო თქვა, რაღაცა ტკივილები გამოიწვია ჩემში და ინსტინქტურად მე ვეღარ შევიკავე თავი და დავარტყი ამ ჭიდაობის მიმდინარეობაში. როდესაც ვიგებდი 1-0 შეხვედრას და ამ დარტყმიდან დარჩენილი იყო 7 წამი. და აი ამ დარტყმის გამო ქულა მისცეს იმას, მე მომცეს გაფრთხილება. და ისეთი წესები იყო მაშინ, რომ ბოლო ქულა იგებდა. ეს ერთი თერზე რახან ბოლო ქულა იმის იყო, იმან მოიგო ეს შეხვედრა. რა, იმის გამო რომ დავარტყი და დარტყმის მომენტშივე გავიაზრე, რომ შეცდომა დავუშვი და არ უნდა დავარტყი. მაგრამ მოხდა ეს. მთლიანად გადატრიალდა რა ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ რაღაცა სხვანაირად მიდიოდა და სხვანაირად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ოლიმპიადის მერე გაფთა ყველაფერი შეიცვალა. იმიტომ რომ ვერ გახდი. თუმცა მაგის მერე კიდე დავრჩი სპორტში. ისე მიმედით რომ მეთქი უნდა გავაუმჯობესო შედეგი და ოლიმპიადა უნდა მოვიგო, მაინც უნდა მოვიგო და ლონდონშიც როდესაც გამოდიოდი საჭიდაოდ მობილიზებული ვიყავი და რაღაცა მიზანი მქონდა, ანუ იმ შეხვედრიდან უნდა გამოსულიყავი გამარჯვებული. შესაბამისად მთელი კონცენტრაცია ყველაფერი გადასული ამ აზრზე და იმაზე რომ აი ეს შეხვედრა შენ წინა და ანუ აქ უნდა გააკეთო ყველაფერი რაც იცი და რაც აქ მიგისწავლი. ეს შეჯიბრის პირველი აზრი. ყოველთვის მესმოდა რა ხდებოდა ლეიბის გარეთ, ანუ შეძახილების შენ გულშემატკივრების ხმა, ანუ რაღაცა მოწოდებული მწვრთნელის შეძახილი. ხშირად ის რა არის გესმის რაღაცა მომენტში რა თქმა უნდა გამხნევებს. მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი როგორ იყო იცით აი გადიოდა რა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი იმ მომენტში რა მჭირდებოდა და რა ჭირდებოდა იმ შეხვედრას გამარჯვების. შენი ქვეყნის სახელი გამოგაქვს მსოფლიო არენაზე, ეს დაამბობს ნიშნავს რა. და შესაბამისად გრძნობ რომ შენ ხარ შენი ქვეყნის ჯარისკაცი უიარავ. და იქ უნდა გააკეთო ყველაფერი იმის რომ შენი ქვეყანა მსოფლიოს გაასწრო. Takes the bronze.
განუმეორებელი შეგრძნებაა რა, მიზანს რომ მიაღწევ და უმაღლესი პარტფელიდან რომ გადმოხედავ საფეხურიდან დარბაზს იქ ხვდები, შეჯიბრის სერიოზულობა, ის სოფლიო იქნება, ევროპა იქნება, მაშინ ხვდები რომ შენ ეს ყველაფერი გააკეთე და რაღაცა თითქოს ახლიდან იწყება ყველაფერი და რაც აქამდე გიწვალია და გიშრომია ყველაფერი თითქოს განოლებულია. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყველაზე ესეთი დიდი შენაძენი ჩემ ცხოვრებაში და დიდი სიხარულის მომტანი იყო ჩემი შვილების მოვნება იყო ამ ქვეყანაზე და ვფიქრობ რომ აი ამის მერე ეს ერთ-ერთი დიდი შეგრძნება. თავარი არ არის როგორ მიდიხარ, თავარია როგორ ადგები მას მე როცა დაეცემ. არ გამოვიდა აუცილებელია სწორი დასკვნა, აი გაკვეთილი მიიღო ამ მარცხიდან და მე იმუშავა მიმართულებით რომ ახალ გამოგიდეს. მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს გიორგი გოგშალიძეს ვერცხლის медаლი გადაეცემა. 8 წლის წინ ჩინეთში გამართულ ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭიდა ნახევარფინალში ყაზახეთის სახელით მოასპარეზე თაიმურას თიგიევთან დათმო შეხვედრა, თუმცა გამრავლებით დოპინგ სინში თიგიევს აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოუჩინეს, რასაც მისი შედეგის ანულირება მოყვა. მისი ვერცხლის медаლი კი